ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ალექსანდრე ცნობილაძე. ესე იგი, სანდრო. მოგესალმები, ვანო. მესი მადლობა, რომ მოხვედი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. საინტერესო პერიოდი მიყვარს 4 წელიწადში ერთხელ ეს პერიოდი ხოლმე, ბავშვობაში, როცა ახალგაზრდა ვიყავი, დავრბოდით დროშებით. კი. შეგვეძლო რომ საქართველოს დროშებით გვერბინა. მაგრამ ხელს არ გვიწყობდა რაღაცეები. მაგრამ წინ გვაქვს კიდე ჩვენს ნაკრებს აუცილებლად მოვხვდებით სოფლიო ჩემპიონატზე, მე ამის რაღაცა 100%-იან დარწმუნებული ვარ. ბაშაზე დავიწყოთ, ესე იგი, გუშინ იყო გახსნა მექსიკა, ხო. ძალიან უცნაური რაც არის ამ სოფლიო ჩემპიონატის ჩვენთვის, ეს არის უცნაური დროები. ხო. ხო, აი მაგალითად ყველაზე კაი დრო 11 საათია და მერე უკვე ჩვეულებრივად ჩვენც უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი და გრაფიკი. ესეა ძმაო, აბა როგორ გინდა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ჩვენ კი არა, ნახევარი მსოფლიო არის ჭუიდან შეშლილი, ამის გამო რაც ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ცოტა ჩვენს გავიჭიროთ რა ეხლა რა და თან რაღაცნაირად ავეწყობით რა. რატო იცი, ეხლა მაგალითად 2-ზე კარგი, ხო, დაჯდები ლუდებით მიირთმე უყურებ. 5-ზე რო იწყება დილის. შენ მე მკითხე, არგენტინის ნაკრების 2 თამაში იწყება დილის 5 საათზე. უცა იმიტომ რომ მაგრამ საფრანგეთების ჩემები იწყება 11-ზე. ხო, იმათ თქვენ პრივილეგირებულები ხართ რა, ევროპაზე აეწყო ისა და ჩვენ დავჩაგრეს. ხო და აი 5 საათზე რო ლუდით ჯდები, ცოტა რთულია და გაცილებით რთულია დილის 8 საათზე რო ჯდები ლუდის დასალევად ფეხბურთთან ერთად. ანუ დილის 8 საათზე თუ ჯდები ფეხბურთთან ერთად ლუდის დასალევად, ესე წინა დღის მაგარინას ვამი ხარ? მე პახმელიაზე ისწრებ გამოსვლას დილის 8 საათზე. ძალიან პერიოდია. რითი იქნება გამორჩეული? აი რა არის ამ უპირატესობა რა აქვს ამ სოფლიო ჩემპიონატს? აი ევროპაში ჩატარებული. მე შენ გეტყვი ხარ რითი იქნება გამორჩეული რა. რო გეკითხებიან რომ სოფლიო ჩემპიონატი სატარდება, ხო? ანუ სამი ქვეყანა არის, ხო, ყველამ ვიცით, მაგრამ ავტომატურად პასუხობ რომ ამერიკაში. ამერიკელებმა იციან აი ყველაფრის რაღაც სწორად გადაქცევა რა, ანუ ისტორიას შექმნიან რაღაცისგან, მერე წავა Netflix-ი გადაიღებს იმ რაღაცა უნიშნელოზე თითქოს რაღაც დოკუმენტურ ფილმს და ეს გახდება მერე ჰაილაითი იმის რა ქვია. ხო. ესეთი რამე გააკეთეს ამერიკელებმა ლეიკ პლეისში იყო ზამთრის ოლიმპიადა და ამერიკის შეერთებული შტატების სტუდენტების ნაკრებმა მოუგო ჰოკეის საბჭოთა კავშირის ნაკრებს და გახდა ჩემპიონი და ამაზე გადაიღო მერე ფილმი არის გადაღებული, რომელიც დღემდე არის ხო? ფილმები გადაღებული. მაგიტომ ხო და ამიტომ ეს ამბავი აქვს ხდები, ანუ ამერიკელები გააკეთებენ ამ სოფლიო ჩემპიონატისგან ისეთ რამეს, ისეთ ისტორიას, რომელიც სულ გემახსოვრება რა. ხო, აი მაგალითად როგორც ვიეტნამზე რო იღებენ ხოლმე, ხო იცი, სულ იღებენ. რა დროც არ უნდა გავიდეს, სტალონი რამდენი წლისაც არ უნდა გახდეს, აუცილებლად იქნება, ხო, ჯარისკაცი არის, აუცილებლად ესეთი გაიკარო აცვია და ესე რო დგას დაკონტროლებს. და ხანდახან რაღაცა და გაიკერავს იმას ხელს რა. აი ეგ არის სულ. კი, ანუ რეალურად კომერციული გათვლა აქვს, ანუ რა თქმა უნდა. ხო. ამ სოფლიო ჩემპიონატით ფული როგორ გავაკეთოთ? ფული როგორ ვიშოვოთ არის ეგ ამბავი, კი. კიდე უცნაური გუნდები რომლებიც ამ სოფლიოზე მოხვდნენ. ესე იგი კაბო-ვერდე, ხო? ეს უცნაურია. თბილისში არის, საქართველოში აქ და თამაშები. ხო, იმ უცნაურებს რომელსაც ჩამოთვალო, ნაწილი არის საქართველოში ნამყოფი საქართველოს ნაკრებთან თამაშები აქვს. კურასაო არა. კურასაო და უზბეკეთი, ხო. კურასაო არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა კუნძული, რომელიც დედამიწაზე არსებობს რა. იყო უბრალოდ ჰოლანდიის კოლონია იყო, როგორც მახსოვს, არ მინდა რომ შემეშალოს. ამიტომ რაღაცა კავშირები აქვს ჰოლანდიელებთან და დიკ ადვოკატი ყავთ მთავარი მწვრთნელი. ოღონდ ეხლა რომ მითხრა რომ კურასაოს ფეხბურთელი დაასახელეო, წავალ აქედან ეგრევე მოვიხსნი ამ პეტრიშკას და იმას რომ ვინა აი კურასაოელი? არა, კურასაოელი ფეხბურთელი, კურასაოს ნაკრების ბომბარდირი, კაპიტანი და რაღაცები. ეს იცი როგორ არის? შეიძლება გავიგო ოღონდ კომპიუტერს გვაქვს დილეითი და ეგეთი დილეითი მაქვს ხოლმე მე ტვინში და იმას რომ ურტყავ და ის აღარ მახსოვს მე უკვე რა შეიძლება დამჭირდეს კურასაო. მაინც როგორ შეაფასებდი ამ სოფლიოში გუნდები როგორებია, ვინა ფავორიტი? შენი აზრი. რამდენიმე ძალიან მაგარი გუნდია. მგონია რომ ესპანეთი არის ნომერული ფავორიტი რა. მაგრამ ხო, ესპანეთის იქით არიან კიდე იგივე არგენტინა, ინგლისი, პორტუგალია და უშუალოდ ხო, საფრანგეთი, რომელიც არ უნდა, ხო, გერმანია, რომელიც არც საფრანგეთის შემადგენლობას რო უყურებ, მეშინია.
ანუ 3 აბსოლუტურად ჩვეულებრივი გუნდი შეუძლია დეშამს გააკეთოს. ხო, იმდენი რესურსი არის ამ ქვეყანაში ამ ფეხბურთელებს. მაგრამ აქ ეს მესი, რონალდო, მესი ახლა 39 წლის არის. 69-ის რო იყოს, უნდა ითამაშოს. მაინც კიდე უნდა ითამაშოს. მაგან და დილუ მარტინესმა უნდა ითამაშონ სულ. სულ უნდა ითამაშოს. მე მგონი ასაკმა აიწია, ხო ფეხბურთს აღარ ანებებენ თავს. აღარ ანებებენ, ხო, რატომ უნდა დაანებოს? ხო გიხარია რო თამაშობს. როგორ არ მიხარია? ხო, მეც მიხარია. ხო, და შეძლო. ბიჭიანო 41. ჩავთვალოთ რომ ჩემთვის და შენთვის თამაშობს. ხო, არ ანებებენ და ნაკრებშიც იძახებენ, ანუ სუპორმაში არიან. კი, სუპორმაში არიან, კი. კარგი, მოდი რაღაცა სხვა თემებზეც ფეხბურთთან დაკავშირებით თემები მაინტერესებს. ირიბათ რო კვეთაში არის ხო ფეხბურთთან. აი ხა მაგალითად მატჩის წაყვანის დროს, ხო, როცა შენ გულშემატკირო. ხო. აი რამდენად ხარ ობიექტური წაყვანის დროს? არა ვარ ობიექტური. ანუ ხო არის რომ ხო, ამაზე მიმიღია ძალიან ბევრი შენიშვნა, რომ ეს არის რაღაცა ფანატიკოსი არგენტინელი და რაღაცა ამოუქოლეთ პირი და ქვესკნელი და არ ვარ ობიექტური. ყველას ვეუბნები, რომ არგენტინის და საქართველოს ნაკრები თუ თამაშობს, ობიექტური ვერ ვიქნები. საქართველოს ნაკრები გასაგებია. ხო, არგენტინის ნაკრებთან, იმიტომ რომ ეს მე ვთვლი, რომ ჩემთან ერთად, ანუ არგენტინის ნაკრებთან ერთად გავიზარდე. იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ვნახე 78 წლის, იქ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, ხო? მერე შესაბამისად წამოვყევი, მერე მარადონა წამომეწია, თუ მე წამოვეწიე, მოდი ესე ვთქვათ, რომ მე წამოვეწიე მარადონას, ხო? მერე მარადონას ეპოქა იყო და შესაბამისად ისევ არგენტინა მერე 86 წლიდან 2022 წლამდე გავიდა 36 წელი და 36 წლის თავზე დილუ მარტინესის მარცხენა ფეხი რო დაილოცოს, მაგან გადამარჩინა და მესიმ გადამარჩინა, რომ შესაბამისად არგენტინა გახდა მსოფლიო ჩემპიონი. კოლომუანის რო ის გოლი შეეგდო, მე ვიტყოდი, რომ ალბათ მოხდა ისეთი ხო არასამართლიანობა, რომ იმის იქით რო აღარ არსებობს რა. არა, ეს ჩემპიონატი უნდა მოეგო ხა არგენტინას, იმიტომ რომ მესის მსოფლიო ჩემპიონი. ხო, მე მიხარია საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარის რომ მაგას ლაპარაკობ. იცი რა უნდა გითხო, აი მაგალითად უცნაური ფაქტები ფეხბურთთან დაკავშირებით რა გახსენდება? ყველაზე უცნაური იცი რა მახსენდება, რომ ომი გაჩერდა კი არა და არ დაიწყო. ომი ჰონდურას და სალვადორს შორის, როცა აი ესე პირისპირ იდგნენ ჯარები ერთმანეთთან, ლულები ჰქონდათ მიშვერილი აი იმ ჯავშან ტექნიკას და იყო ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან ჰქონდა თამაში. ხო. და ამიტომ გაჩერდა. 2 საათი გაჩერდნენ. ისინი რო არის, ისინი რო არის, ხო იცი, ფოთლები და რაღაცები დაფარული ისინი რო არის, ადგილები რო არ ჩანდეს იქიდან და რო არ დაიბომბოს, ხო? აი იქ პატარა შავ-თეთრი ტელევიზორები იდგა და ეს ტიპები იჯდნენ და უყურებდნენ, ჯარისკაცები, გენერალიტეტი რაღაცა მორჩა თამაში, ჩაჯდნენ და გოგეს და დააცხეს მერე ერთმანეთს. დაიწყეს გააგრძელეს ომი. გააგრძელეს ომი მერე. ზოგადად რა არის, იცი, სანდრო, რას დავაკვირდი, რომ საქართველოში ქართველები, ჩვენ რა ხალხი ვართ, რომლებსაც ყველაფერი გვესმის. ხო, ყველაფერი ვიცი. აი მაგალითად ძალიან კარგად ვერკვევით პოლიტიკაში. გადასარევი. ყველა ერკვევა. ძალიან მაგრად ვერკვევით, განსაკუთრებით კარგად ვერკვევით ფეხბურთში. ეს ხო ესეა, ხო? მოდი ესე ვთქვათ. კი. ყველა ვართ მწვრთნელები. კი. შენც ალბათ რადგან სპორტული კომენტატორი ხარ, ძალიან ბევრი ადამიანი მსგავს თემებზე გელაპარაკება, ხო? როგორ უნდა იყოს აწყობილი ჩვენი ნაკრები. ჩემი ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი დგება მაშინ, როდესაც 3 რეპორტაჟი რო გაქვს წაყვანილი, რო გამოდიხარ და აი არაქად გამოცლილი რო ხარ უკვე, რომ ფეხბურთის დანახვა კი არა, გაგონებაც აღარ გინდა და რაღაც ამბანში ცდილობ რომ ისეთი სიტყვები იხმარო, რომ ფ-ასო არერიოს, შიგნით და ტაქსში რო ჯდები, ყველა ტაქსისტი მიყვარს ძალიან. ტაქსში რო ჯდები და ტაქსის პოლი რო გიწყებს ლაპარაკს, რომ სანდრო გენაცვალე, იცი რა მითხარი? და აქ რო იწყება და აღარ მთავრდება მე ეს და მე ვიყავ და ანუ თან ლაპარაკში უნდა აყავე, ხვდები რომ არ აწყენინო რა. აი ხო მართლა ისეთი მომენტია, ხვდები რომ ადამიანი მთელი გულით ცდილობს რომ რაღაცა აგიხსნა და შენ 3 თამაში გაქვს წაყვანილი მანამ. 3 თამაში გაქვს იქამდე წაყვანილი და ტიპი რო გიწყებს ლაპარაკს რომ 1977 წელს რომ აი იქ რო თამაშგარე რო დადებული იყო და შენ რო იწყებ გიჟურად იმ მეხსიერების დატრიალებას 77 სად იყო თამაშგარე სად აბარ შეწყდა ბოლოს რო იპოვნი და ხო რო ეტყვი და აქ რო გონია რომ დამთავრდება და მაგრამ ეს აგრძელებს. კაროჩე და შენს ნუ მიყვები მე რა ლაპარაკს. თუ საცობი დაემთხვა, გამარჯვება. საცობი თუ დაემთხვა, იქნებ მაგინდაფოს აუციო რომ რაღაც კარგი სიმღერა არის და რაღაცა ამედების ცდილობ ხოლმე რომ გამოუწრე, მაგრამ არ ჭრის. არ ჭრის. არა, არ ჭრის. საცობზე გამახსენდა წინა მსოფლიო ჩემპიონატი ხო ზამთარში იყო, ხო? კი.
ბრაზილიის თამაში მაქვს სასოფში ნანახი ორივე ტაიმი. ორივე ტაიმი მართლა გეუბნები. და რატო იცი რომ იმ დღეს დაემთხვა ნაძვისხის გახსნა. ნაძვისხი რო იცი ბედურება პრიალებს. აი მაგალითად რეპორტაჟის წაყვანის დროს ხშირად ქონია ესეთი შემთხვევა რომ აი რაღაცის თქმა მაგინდა მაგრამ ვერ ამბობ. ანუ ამის უფლება არ აქვს. კი. ძალიან ხშირად მგონია ეგ შემთხვევა. აი მე როგორც ტელევიზორთან შეიძლება შევიგინო სიტყვაზე, ანუ ამბობსაშვები. ამიტომ მან ყველაზე კარგი ამბავი რა არის, იცი, რომ პასტა და ფურცელი უნდა კონდეს და წერო. და მე წერ ხოლმე. ანუ შეიძლება ხო, მე არის რა იცი, რომ ეს ფურცლები აღარ ყოფნის და მე გადადიხარ მაგიდაზე წერ. საზოგადოებრივ მაუწყებელში საკომენტატორო ჯიხური რო იყო, იქ შენახული იყო რა კედლებზე რომ აქ მიწერილი რაღაცები. ეხლა მე მინდა როგორც სპორტის მცოდნე ადამიანს შენ აღწერო კვარას ფენომენი. იცი რა არის? ანუ ჩვენ ჯერ ანუ მოსახლეობის რაღაცა ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ხვდება ჩვენ ვერ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ო, მარტო ხო ყველანაირი ხუმრობის და იმის გარეშე ვიძახი რა. სერიოზულად მაინტერესებს. ჩვენ ჯერ ვერ ხვდებით რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს საქმე მოვლენასთან, რომელზეც მე მაგალითად პირველად რო იყო ოქროს ბურთის დაჯილდოვება, ხო და რო გავიგეთ რომ კვარაცხელია იქნებოდა მიწვეული, ჩემ მეგობრებს ვეუბნებოდი რომ აი ქართველი ფეხბურთელი პროსტა დარბაში მჯდომი მანახა და ვიტყვი რომ ძალიან მაგარ ამბავთან გვაქვს მეთქი საქმე თქო რა. უკვე მე ნომინანტთა შორის არის, უკვე სცენაზეა. ხდები და დღეს მისულები ვართ იქამდე, რომ სოფლიო ჩემპიონატი რო არ იყოს, ამასაც განუმარტავ. სოფლიო ჩემპიონატი რო არ იყოს, კვარა იქნება ნომერ პირველი კანდიდატი ოქროს ბურთის მოპოვების. ანუ იქნება ტიპი, რომელიც იქნება სოფლიოში საუკეთესო სეზონში. ეხლა სოფლიო ჩემპიონატი რა შუაშია? ამ სოფლიო ჩემპიონატზეც არის რამდენიმე ოფცია. ინგლისმა თუ მოიგო, მაშინ კეინი გახდება დიდი ალბათობით, ესპანეთმა თუ მოიგო, იამალი ხდება დიდი ალბათობით, ბრაზილიამ თუ მოიგო, რაფინია ხდება დიდი ალბათობით, მაგრამ პირობითად ვიზახი, რომ მოიგოს არგენტინამ, ხო? ვინ იტყვის რომ მესი გახდება აუცილებლად? მე ვერ ვიტყვი მაგალითად რა. ხო? ანუ აქაც არ არის ეგრე რომ 100%-ით ვერ გახდება. მე მგონია რომ კვარაცხელია არის არავის არ ეწყინოს, მაგრამ კვარა დღეს არის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. ამას ვამბობ ხმამაღლა კიდევ ერთხელ იმაზე ხაზგასმით, რომ ბევრს ვიცნობ, ბევრთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ამ ვეტერან ფეხბურთელებთან, ხო, უფროსები არიან ჩემზე, ხო, მაგრამ ნურავის მოგეწყენოთ, მაგრამ კვარაცხელი არის დღეს საუკეთესო. ხო, ან მე ჩემი აზრი მაქვს, რომ ჩემი აზრი მაქვს ის, რომ რა თქმა უნდა საუკეთესოა. და უკვე უნდა დავიწყოთ რაღაცეებზე კვარაცხელიას დარქმევა. ანუ უკვე დროა, იმიტომ რომ აი თუ რამე სტადიონი გვაქვს, კვარაცხელიას სახელობის სტადიონი. თუ გვაქვს რაიმე ქუჩასკვერი, ბაღი, კვარასკვერი, აი ესეთი სიტყვაზე. კაფეები. კაფე, ხო. რატო არ უნდა იყოს თბილისში მაგალითად კვარადონა კაფე რა დააშავა ხო ვერ გავიგე რა რითი არის ცუდი ვარიანტი ხო მართლა იმიტომ რომ ესეთი მაღალი კლასი საოცრება არის ეს ბიჭი არის საოცრება მართლა ვიზახი საოცრება არის კვარა არის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი მორჩა დაესვა წერტილი კაია ერთი მაგ თემასთან დაკავშირებით მინდა ერთი ფაქტი თქვა რომ აი მაგალითად მადრიდის რეალი ხო 150 მილიონს იხდის ხო და არავინ არ მიდის რატო არ მიდიან იმიტომ რომ არ იხდის. არც ოლისე მიდის, არც კვარა მიდის, არც რა ვიცი, მგონი კიდევ ის შესთავაზა. ალვარესე იყო, არ მიდის. ანუ არ მიდის კი არა, არ იხდის. ანუ მე ეს მგონია წინა საარჩევნო დაპირობა. ფლორენტინო პერეზ არ გარჩევნები ახლა. პერეზ ხო, ტიმმა გამოაგდო 150 მილიონიან ფეხბურთელს ვიღებს. ანდ ეხლა ზდიე იმას რა. ვინმე იტყვის რომ იქ ჩასული იყო პერესი მოლაპარაკებაზე, ხო, ვერ იტყო, ანუ დამსწრე ხო არა ხარ მაგის, ხო? იგეთ, რომ ვიყავი ჩასული და იცი რა, მოლაპარაკება გრძელდება. ესე გაგრძელდება. ეს ამბავი სანამ პერესი ფლორენტინო პერესი არ დაპირებაა, ჩვეულებრივ წინას უპასოფურია რა. სოლარიუმი. ყველა ოჯახს კაია. მაგალითად თუ გაქვს ისეთი ფაქტი, აი მაგალითად უცნაური ტრადიციები, რომელიც აქვს მაგალითად გუნდებს. მე ვიცი ერთი ნანახი მაქვს, ვიცი რა. კეოლნი არის ესეთი გუნდი, გერმანული,
რომლის ემბლემას არის თხა. და ტიპები თამაშზე რომ გამოდიან თხით. ანუ გამოდიოდნენ, ახლა აღარ გამოდიან. ჩემი თვალით მაგრამ ნახე რომ ანუ ტიპები გამოვიდნენ, თხა წამოიყვანეს თან რა და მიაბესი, ხო, მიაბესი ხსოვახანი იყო ეს თხა, მერე გაუშვეს. ჩეროში ხო, მერე გადააბეს, მერე ესა რა ქვია. რა უცნაური ტრადიცია. ძალიან. კარგია რომ ჩვენთან არ დამყარდა კიდე ერთი უცნაური ტრადიცია. ცხვარი უნდა დავკლაო, თქვა ერთ დინამოს ერთ-ერთმა მთავარმა მწვრთნელმა, იმიტომ რომ ის არისო, რა ქვია, ანუ გამთვალო ვიღაცამ და ცხვარი უნდა დავკლაო რა და ანუ ახლა კარგია რომ ეს ტრადიცია არ დამკვიდრდა და ცხრები ამიტომ არ გავწყვიტეთ, იმიტომ რომ დინამო მერე წააგო ბევრი რამე. წარმოვიდგენია ამ რა ქვია, ცხვარი აღარ უყოლებოდა ქვეყანაში. ეხლა იცი რა უნდა კითხო, ეხლა შენ რა თქმა უნდა ბევრ სოფლიო ჩემპიონატზე ხარ ნამყო. არა, სოფლიოზე ერთზე ვარ. ერთზე ხარ? ერთზე ვარ ნამყოფი სოფლიოზე 2006-ში. 2006-ში, მაგარ სოფლიო ჩემპიონატი. გერმანიაში გადასარევი ამბავი არის რა. როგორი იყო? ანუ ბიჭო, იცი რა არის, ანუ მე ვთვლი რომ ადამიანებმა ზოგადად დავიმსახურეთ ის, არა აქვს მნიშვნელობა ფეხბურთი გიყვარს არ გიყვარს. ადამიანებმა ზოგადად დავიმსახურეთ ის, რომ რაიმე დიადი მოვლენის ნაწილად იგრძნო თავი. ეს შეიძლება იყოს არ ვიცი, მაგალითად, რომელიმე კოსმოდრომიდან რომ მაგალითად რაკეტის აფრენა რომ ანუ იმის მონაწილე თუ ხარ, საერთოდ არა ვარ ასტრონავტი, მაგრამ ჩავთვლი რომ ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ თუ რაღაც აი ეგ განცდა მქონდა რომ ჩავედი 2006-ში გერმანიაში მიუნხენში რომ ჩავფრინდით, ჰაიდი კლუმი იყო მაშინ ეს რა ქვია სახე მაგ სოფლიო ჩემპიონატის და მოდელი ხო პირველი რაც დავინახე ჰაიდი კლუმმა რომ გამიცინა ხო ანუ ბანერი და მიუხედავად ძალიან მაგარი ამბავია რა ხო და მე ნელ-ნელა ხვდები იცი რა ამ ხელა ის რო ტარდება ფორუმი რო ტარდება რამაც ჭკუიდან გადაიყვანა რასაც ჭკუიდან გადაყავს ნახევარი პლანეტა ყველაფერი ექვემდებარება ამას იქ ანუ დაწყებული მატერიალის მოძრაობის გრაფიკიდან დამთავრებული რაღაცით აბსოლუტურად აი რაღაცა იმეს რა ქვია რძის პროდუქტის გაყიდვაც კი ხდება მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით ხვდები და ანუ ყველა პონჩი რაღაცა ამის ნაწილი ხდება იმიტომ რომ რო შედიხარ რაღაც ხო ყიდულობ და ეგრევე ემბლემიანს ყიდულობ რა გერბიანს ყიდულობ რა მერე უკვე ნელ-ნელა ამ ამბავს ეჩვევი მერე გიჩნდება ამბიცია რომ იცი რა მეოთხე ფინალზე თუ ვიყავი და ნახევარ ფინალზეც და აქ გავიჭეთ ფინალის ამბავს რა შედიხარ არა მან დარი ეგეთი სისტემა არის რომ აკრედიტირებული ხო ხარ მაგრამ ამ აკრედიტაციის მიღმა კიდე აუცილებლად გჭირდება ბილეთი რომ თამაშს დაესწრო რა კონკრეტულად ხო რო დაждდა ხო და ანუ იქ მოკლედ ეს მთელი სისტემა არსებობს რომელიც ანაწილებს ამ ბილეთებს რომ ვიზზე უნდა გაიცეს რა ეს ბილეთები მიუხედავად იმისა რომ აკრედიტირებული ვარ რა ეხლა ბუნებრივია საქართველოსდან ვიღაცა ტიპი არის ჩამოსული სანდრო ცნობილაძე ხო იქ ნახევარი იტალია და მეორე ნახევარი საფრანგეთია ჩამოსული ადგილები არ ყოფნით და ასე შემდეგ მე ამომაგდეს რა თქმა უნდა იმიტომ რომ არანაირი შეხება არ მაქვს იმასთან რა ქვია არც ნაკრები მონაწილეობს არაფერი არ ხდება დათო მინაშვილი არის ჩემთან ერთად რა მაშინ პირველ არხს მაშინ ის პერიოდია პირველ არხს რო აქვს ტრანსლაციები ის პერიოდი არის კაიდრო ხო ეხლა რო იყო რომ ის ეხლა ძალიან სასაცილო იყო ეხლა ვიცოდით ვის არა აქვს და არ ვიცოდით ვის აქვს ანუ ვიცოდით პირველ არხს არა აქვს და ვის აქვს არ დიდი ხანი არ ვიცოდი ხო და მაშინ ის პერიოდია პირველ არხს აქვს რა და დათო მეუბნება რომ ბიჭო 4 კაცი უნდა ჩამოვიდოსო კიდევ რა ამ პირველი არხიდანო რა და 2 არ ჩამოდისო და იმათ ხო და იმათ ბილეთს რომ შენ მოგცემო პრობლემა რა არის რომ იმას აწერია სახელი და გვარი და არ ტყია სურათი და ის ვის ბილეთის მომიტანა არის წვეროსანი 60 წლის მამაკაცი ჭარმაგი და მე არ ვარ ახლა არც წვეროსანი ვარ და არც ახლა ვგავარ ჭარმაგს და შესაბამისად გვარიც არ ემთხვევა ამიტომ როგორ ვარ ახლა ეს აკრედიტაცია მიკიდია ეს აკრედიტაცია ორმხრივია ერთზე არის სურათი მეორეზე რა ის მხარე მაქვს წინ რომელსაც გვარი არ აწერია და ხო შემოტრიალებული მაქვს და 4 კორდონი უნდა გავიარო რა საათნახევრით ადრე გაიღო კარები და 4 კორდონი უნდა გავიარო 4 კორდონი უნდა გავიარო მივედი პირველთან აკანკალებული რომ მეთქი არ გამაჩვენოს ბილეთი მაჩვენო ვაჩვენე ბილეთი ამაზე არავის არ უკითხავს ეს იმდენად ზრდილობიანი ადამიანები არიან რომ ისიც კი ვერ მაკადრეს რომ შენო ესო შემოატრიალე აბა შენ ხარ თუ არაო მართლაო იმიტომ რომ ესო შემოატრიალე ცნობილად რო აწერე იქ სხვა გვარი რო არის და სხვა სურათი რა ეგრევე დავიწვევოდი კაი შევედით სტადიონზე ვზივართ ახლა ეს მე და მინაშვილი და 1 საათი შევა თამაში დაწყებამდე რაღაცა იქ
და იქ გოგო დადის ვალანტიორი, რომელიც იმაშვება, რა ქვია, წყალს არიგებს და მინაშვილმა მითხრა, რომ აუ მიდიო რა ზმაუზე გაფიცებო, წყალი გამომეუთხარი, ეხლა ბიჭო მე აქ დავჭექი. აქედან ეხლა მე ამდგომი ვარ, მე ნორმალური თოყარი და წყალი დაგილებია და ინტერეს არა. გაგიდები, გაეკიდა, მეც მომიტანე, მეთქი მე აქედან ამდგომი შანსი არ არის, არა ვარ თქოს. ეგ ისტორია მქონდა, რომ აი სოფლიო ჩემპიონატის ფინალზე არ უნდა ყოფილიყავი, მაგრამ აღმოჩნდი რა, მაგას ქვია შეპარული ტიპი ვიყავი რა ამ შემთხვევაში რა. ევროპის ჩემპიონატი? ევროპის ჩემპიონატი იყო ძალიან მაგარი ამბავი, მე ვარ ნამყოფი პორტუგალიაში რო ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და საბერძნეთმა რომ მოუგო პორტუგალია. საბერძნეთმა მოუგო პორტუგალიას გახსნის და დახურვის მატჩი. ხო და მთელი ანუ პირველ თამაში ხო წააგეს და კი ბატონო წააგეს, წავაგეთ ამ საბერძნეთს წავაგეთ და მთელი პორტუგალია დაირაზმა რომ ამათ რევანში უნდა ავიღოთ, თანახმად საბერძნეთი არ არის რა ის გუნდი, რომელსაც მაშინ კრისტიანო რონალდუ იწყებს თამაშს, ფიგუ თამაშობს, ამ პორტუგალიაში რუი კოშტა და მთელი ვარსკვლავედია ეს პორტუგალიის ნაკრები და პირველად მოკლედ მთელი პორტუგალია არის დაარაზმული იმისთვის, რომ ეს იყოს, რა ქვია, მოიგოს ეს ფინალი და გახდეს ევროპის ჩემპიონი. ეხლა მთელი სტადიონი პორტუგალია არის და პორტუგალიელები არიან და იქით სადღაც შორზიან ბერძნები რა. მათი ბილეთები არის რაღაც 10,000 კაცია თუ რაღაც. ხო და იქ ბილეთებთან დაკავშირებით ჩვეულებრივი ამბავია მოხდა რაღაც გაურკვევლობა ან გადამყიდველთან იყიდა ტიპმა ბილეთი. მოკლედ ერთი ბერძენი აღმოჩნდა ამ პორტუგალიელებს შორის რა. ამ ფანებში ჩაჯდა. ამ ფანებში ჩაჯდა, იმასავით არის, რა ქვია, თეთრი ყვავებით არის რა. ხო და ბავშვობაში რომ ის იყო, რა ქვია, ტრუბკებით რო თამაშობდი გრეჩხას და იმას რო ისრებდი, ხო? აი დაახლოებით ეგეთი ტიპია, სადაც არის ჩაპრესილი ხაღალდები, წვრილად ძალიან დაჭრილი, იმას თავს მოხდი, ამას ამ ტრუბკებს პირში იდებ, ერთი 20 სალზოს და ფუ, და იყრება. ეს პირველი რო დაждდა გააკეთა ეგ. ოღონდ ეს ხაღალები ერთ თეთრი და ცისფერი და დაეყარა ეს იმას, რა ქვია, ამ პორტუგალიელებს, ნუ კარგი გაუტარეს ეს თამაში. პროვოკატორია. ჯერ გაუტარეს, არ დაწყებულა თამაში. გავიდა 5 წუთი, ამ ტიპმა გადაწყვიტა, რომ დროშა უნდა გაშალოს. გაშალა ეს დროშა, აფარა ნახევარმა ტრიბუნამ ვეღარ დაინახა ვერაფერი იქ, იმიტომ რომ ეს დროშა უკავია ამას. მაგრამ მაინც ჩუმად არის. ჯერჯერობით ჩუმად არის. მერე მოვიდა ბოდიგარდი და უთხრა, რომ ძალიან დიდი ბოდიშია, მაგრამ აწუხებო ხალხსო რა და ამან ეს შეტყნა ფუო და უზახა შეაყარა იმასაც იმ ბოდიგარდსაც. ამან ეს უკვე ვეღარ აიტანა. უთხრა რომ უდუდუდუდუო. იმან კიდე რაღაცა უპასუხა, მოკლედ ეს ამბავი დამთავრდა, იმიტომ რომ ერთი ტაიმი ამ ტიპს ასალეს. ტაიმი რომ მორჩა რომ მოკიდეს ამას ქეჩოში ხელი, ათრიეს იმას სახით იმას კიდეებზე. საერთრია დაჭირა. ოიგო საბერძნეთმა ეს თამაში. მაგრამ ეხლა ხო მეორე სერია იწყება ამის. ამ ბერძნებმა ეს ხომ უნდა იზეიმონ ამ ლისაბონში. ლისაბონში ყველაზე დიდი მოედანზე დგას დიდი ქანდაკა ვიღაცის, არ ვიცი, პირობითად ვიღა ჟოაო პირველი ვიღაცა. ხო, სამაზას აძურენ, გადმოკიდეს საბერძნეთის დროშა, ამ ჟოაო პირველს დააჭერინეს ხელში რაღაცა, აცეკვეს სირტაკი, შეიკრიბნენ ერთად. ეს პორტუგალიელები იდნენ, ეს უყურებდნენ, ოღონდ ესენი აქედან წაეთრენ ერთხელ ხო წავლენ, ოდესმე ვაკეთ. იმიტომ რომ ტიბემ აი დაიპყრეს ლისაბონი, რასაც ქვია რა. აიღეს. მე იწერებოდა რომ პილოტთან მივიდეს და უთხრეს რომ დროშა გადმოფინე და ისა გაუფრინდო და გასმოცხაი მაგალითად პანჯავს ყარდა და ვიღიო. მოკლედ იყო უდიდეს ტრაგედია იმ ქვეყანაში პირველი თამაში და კი მართლა იგი იქნება საკუთარ ქვეყანაში ფინალს რო საკუთარ ქვეყანაში ფინალთან საბერძნეთთან. კი ბატონო, მაგრამ ერთი ბოლოსკენ ერთი კითხვა მინდა დაგისვა, ხო? ამომიდე. ცოტა ისეთი რუსულ სიტყვას გამოვიყენებ, ყველაზე დიდი ჩეპე მატჩი. აი და BBC მიცის ეს ამბავი და შენ როგორ არის? რა მოხსნია? ყველაზე დიდი ჩეპე ეს ის საქართველოს და სულ ვღადაობ ამ ამბავზე. იყო საქართველოს 19 წლამდელების ნაკრების და პორტუგალიის 19 წლამდელების ნაკრების ამბავი, როცა პორტუგალიის 19 წლამდელთა ნაკრებმა დაარტყა პენალტი, ეს არის მეხუთე წუთი მატჩის, ფერატკანიანი ფეხბურთელი იყო, ოღონდ მე მქონდა აჩემებული, რომ არის კიტეიშვილი. ანუ კიტეიშვილი ხო, აი კიტეიშვილმა გაიტანა რა და ვიგებთ რა. ოღონდ ეს ვილაპარაკეთ, აიხანა რა. აიხანა მე მე ჩემაშულა მომდა რომ შენ ხوار გაუბერეო რა კიტეიშვილიო. მე ვთხარი რომ მე თავი გამანებე რა, მე რას მემესიო კიტეიშვილია, მე რანაირად არის კიტეიშვილი ხوار გაგიჟდი. პორტუგალიამ გაგვიტანა. პორტუგალიამ გაგვიტანა ფერატკანიანმა თან. ხო ჩემს არ კიტეა რა. კიტეიშვილი პატარა იყო. პატარა არის კიტეიშვილი, ხო და მე აი და წავიდა ეს ამბავი, წავიდა მე ხო და ანუ აქედან გამოსვლის ხო ორი ვარიანტია. არ უნდა ჩავარდე ტრაგედიებში და დეპრესიაში რომ ვაიმე ეს რა მომივიდა და თავი მოვიკლა, იმიტომ რომ მართლა საკიშეთია რა. მთელი
ქვეყანა ლაპარაკობ საქართველოს 2-13-მა მაგინა, 1-13-მა დამიცვა, ვიღაცები იყვნენ რომლებიც წევლიდნენ, შენ არ გაგითენდეს ხვალინდელი დღე, დაბრმავდი და დაყრუ რაღაცები და ყველაფრის აპოთეოსი იყო რომ დაწერა BBC. მაშინ სადაც მუშაობდი, საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე მუშაობ და მაშინ ნუ ირჩევა კი არა და გადაწყვეტილი არის უკვე რა, რომ უნდა გამიშვან სამსახურიდან რა, ხო და ერთი წუთი მომიცადეთ მეთქი რა, ყველას რა იყო, რა გაქვს სათქმელო. მე ვთხარი ბიჭო, ერთხელ დაწერო ცხოვრებაში BBC-ს საზოგადოებრივ მაუწყებლობას. აი, იქ ჩემზე დაწერა. სადმისო, პროფესიონალურად ნორმალურები თუ ყავით. აი ეგ როგორი ამბავია. ხო და ნუ აი გაჩერდა, მაგრამ მაინც უნდა გაგიშო გამიშვი, მაგრამ ის მაინც მითხარი რომ მადლობა სანდრო რომ BBC-მ ჩვენზე დაწერა. ხო, ეგ ისეთი ამბავია, აი ბაჯომ რო პენალი ააცდა და მარტო ეგ რო ახსოვთ ხალხს რა, არა და ბაჯო გენიალური ფეხბურთელი იყო, რამდენი მაგარი გოლი აკა და მაგრამ ეს ერთი პენალი რო ააცილა, ის არის ის ახსოვს დღემდე და კიდე ერთხელ მინდა ყველა იმ ადამიანს, მათ შორის შენ, ყველა იმ ადამიანს უთხრა მადლობა, ვინც მაშინ ჩემთვის მართლა რთული იყო რა, ანუ ეს მომენტი მქონდა, ხვდები რომ რაღაც მე მივხვდი რომ იუმორით უნდა შევხედო ამ ამბავს, მათ შორის შენ, რომელიც მაშინ გვერდში დამიდგა და ნუ დამიცვა რა, ხარდაჭერა გამომიცხადა, ხო, ანუ საოცრად Facebook-ში ჯგუფი შეიქმნა რომ სანდრო დავიცვათ და რაღაცები, ხო და ნუ აი გადაობა იყო და ყველაზე მაგარი იყო ეს ამ ყველაფერმა გადაიარა და კიტემ დაწერა პოსტი რომ ბოდიში სანდრო მე ვარ ვიყავი ხო მე ვარ ვიყავი და წლები გავიდა და უკვე სხვაგან სამსახურში მოვიდა კიდე ჟურნალს სტუმრად და ჩემმა თამაშმა მეთქვა ეხ მე რომ თქვენ სურათი არ გადაგიღო და პონტი არ არისო რა კაროჩე გადაგვიღეს მე და კიდე სურათი ერთად და მოკლედ ეს იყო ყველაზე ესეთი ისტორია არის რომელსაც დღემდე ვხალისობ ძალიან კარგი რა თქმა უნდა იუმორით ხარ შეცდომა ვის არ მოსვლია ახლა რა მოხდა ძალიან დიდი მადლობა მადლობა შენ მოხდი ჩემთან გადაცემაში არაჩვეულებრივი გადაცემა გამოგვივიდა მინდა წარმატებები გისურვო და მინდა წარმატებები უსურვო ჩვენ საფეხბურთო ნაკრებსაც რა თქმა უნდა მეც მჯერა რომ ჩვენ ვითამაშებთ სოფლიო ჩემპიონატს როგორც შენ გჯერა აი ზუსტად ხო ევროპა ვითამაშეთ და ეხლა გველოდება სოფლიო ჩემპიონატს ამ სოფლიო ჩემპიონატს ვითამაშებთ აი ხო აი ეს ბაზარი რა ხო აი ატვიჩაიო რა ზოგადად და მე მეოთხეში და მე-16 ფინალით იწყება თურმე მადლობა ძალიან დიდი თვითონ ტელემაყურებელს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო სანდრო ცნობილა და დღეს გესწრებით გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.